დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში დაბრუნებისთანავე პირველივე საათებში რამდენიმე მნიშვნელოვანი აღმასრულებელი ბრძანება გამოსცა. მათ შორის საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა მექსიკის საზღვარზე, შეიწყალა 6 იანვრის საქმეზე ბრალდებული 1500-მდე პირი, გადააბადა TikTok-ის აკრძალვა შეერთებული შტატების ტერიტორიაზე და დატოვა კლიმატის ცვლილების პარიზის შეთანხმება. ამერიკის 47 პრეზიდენტის ინაუგურაცია და ფიცის დადების ცერემონია კაპიტოლიუმის ბორცვზე გაიმართა, რომელსაც საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტიც ესწრებოდა. რაც შეეხება თავის სიტყვაში ტრამპი საუბრობდა ამერიკის ახალი ოქროს ხანის დაბრუნებაზე და თქვა, რომ შეერთებული შტატები საკადრის პასუხს გასცემს ყველა მის მტერს. ნინო სამყურაშვილი მოგვიყვება პრეზიდენტობის პირველი საათებისა და პირველი გადაწყვეტილებების შესახებ, რომელმაც უკვე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია გლობალურ პოლიტიკაზე. დიახ, დავიწყოთ იმით, რომ დონალდ ტრამპის ინაუგურაცია იყო კაპიტოლიუმის შენობის შიგნით და ეს მოხდა 1985 წლის შემდეგ პირველად, რადგანაც ძალიან ციოდა და სწორედ ამიტომ მოუწიათ, რომ შეეცვალათ და კაპიტოლიუმის კიბეების ნაცვლად გაემართათ იქ, რა თქმა უნდა, მცირეოდენი თავისი წვლილი ამ ყველაფერმა, რომ გაიმართა შენობის შიგნით შეიტანა. შემდეგ 30 წუთიანი სიტყვით გამოსვლა, ეს იყო მთავარი გზავნილები და მთელი მსოფლიო და ამერიკის შეერთებული შტატების გარდა მთელი მსოფლიო და ყველა ლიდერი ელოდებოდა იმას, თუ რა სიტყოდა დონალდ ტრამპი. 30 წუთიანი გამოსვლაში მას 40 ჯერ მაინც შეაწყვეტინეს თავისი გამოსვლა და მთავარი გზავნილები, რა თქმა უნდა, დაიწყო იმით, რომ ამერიკას დაუბრუნდება ოქროს ხანა და შემდეგ კი უკვე გადავიდა იმაზე, კონკრეტულად რა ნაბიჯები უნდა გადადგას. მაგალითად ის, რომ მიგრანტების პრობლემა არის სერიოზული პრობლემა, რომ საზღვრები ამერიკის შეერთებული შტატების არის დაუცველი, განსაკუთრებით მექსიკასთან და ამიტომ მან თქვა, რომ უახლოეს პერიოდში საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადებს და ეს გადაწყვეტილება უკვე ძალაშიც არის მისი შესული საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ, რომ მალე მექსიკის ყურეს აღარ ერქმება მექსიკის ყურე და მას დაერქმება ამერიკის ყურე. ამასთან ერთად მან თქვა და ერთგვარად ჩინეთს თითიც დაუქნია იმით, რომ პანამის არხი ეს რეალურად ჩვენ მივეცით პანამას და არ მიგვეცია ჩინეთისთვის, მაგრამ ახლა ეს ყველაფერი არ ხდება და ამიტომ ჩვენ პანამის არხს აუცილებლად დავიბრუნებთ და მეტიც დონალდ ტრამპმა ისიც კი თქვა, რომ პლანეტა მარსზე ამერიკის შეერთებული შტატების დროშა აუცილებლად აფრიალდება. ეს იყო ის მთავარი გზავნილები, თუმცა ქონდა რა თქმა უნდა შიდა მოხმარების გზავნილები, რომელიც ეხებოდა უშუალოდ ამერიკელ ხალხს. შემდეგ კი უკვე ჩვენ ვნახეთ პირველი გადაწყვეტილებები და ეს კადრების გავრცელდა უკვე, როცა პირველ გადაწყვეტილებებს მან ხელი მოაწერა და მე შევეცდები, რომ ძალიან მოკლედ გითხრათ უკვე რა გადაწყვეტილებები მიიღო დონალდ ტრამპმა. დონალდ ტრამპმა ამერიკის შეერთებული შტატების სამხრეთ საზღვარზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და ჯარს დახმარებაც სკენაც მოუწოდა და ამ მიმართულებითაც არის ბრძანება გაცემული. მეორე გადაწყვეტილება ეს არის, რომ დონალდ ტრამპმა 20 იანვარს მიიღო გადაწყვეტილება და აღმასრულებელი ბრძანება უკვე ხელმოწერილია მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციიდან ამერიკის შეერთებული შტატები უკვე არის გასული. ასევე დაბადებისთანავე მოქალაქეობის მინიჭების პრინციპის გაუქმებასაც ხელი მოაწერა დონალდ ტრამპმა, თუმცა ეს გადაწყვეტილება ცოტა უფრო რთული იქნება, მხოლოდ პრეზიდენტის გადაწყვეტილება მას არ შეეხება და ამიტომ დიდი ალბათობით, რომ ეს გადაწყვეტილება იყოს მიღებული, დაჭირდება კონგრესის თანხმობაც და ასე მარტივად შესაძლოა ეს აღმასრულებელი ბრძანება ძალაში ვერ შევიდეს. ასევე კიდევ ერთი გადაწყვეტილება. დონალდ ტრამპმა შეასრულა წინასაარჩევნო დაპირება და ჯოზეფ ბაიდენის ადმინისტრაციის დროს თხევადი ბუნებრივი აირის ექსპორტისთვის ახალი ლიცენზიების გაცემაზე დაწესებული მორატორიუმი ამ დროისთვის არის მოხსნილი. ამასთან ერთად შეწყალებული არის 1500-ზე მეტი პირი, ვინც 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმზე თავდასხმის გამო იყო დაკავებული და კიდევ ერთი, რაც ბევრს დაინტერესებს, მათ შორის საქართველოში არის ის, რომ დონალდ ტრამპმა აღმასრულებელი ბრძანებას ხელი მოაწერა, რომელიც მოკლე ვიდეოების პლატფორმა TikTok-ზე აკრძალვის ვადა გადავაჯდა 2 თვენახევრით 75 დღით მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეს ყველაფერი იყოს შეწყვეტილი. არ იყოს უпростоრად ძალაში შესული TikTok-თან დაკავშირებით და 2 თვენახევარი კიდევ TikTok-ი იქნება, ეს პლატფორმა იმუშავებს ამერიკის შეერთებულ შტატებშიც და ასევე დონალდ ტრამპს თავისი აი ამ გადაწყვეტილებების და გზავნილის შემდეგ უპასუხა პანამის პრეზიდენტმა, რომელმაც დაწერა, რომ არხი პანამის კონტროლის ქვეშ დარჩება, ის არასოდეს არ ყოფილა ჩინეთის კონტროლის ქვეშ და ახლაც იქნება პანამის კონტროლის ქვეშ. აი ესეთი იყო ის პირველი გამოხმაურებები, პირველი გადაწყვეტილებები და გზავნილები, რომელიც ჰქონდა დონალდ ტრამპს. The golden age of America begins right now.
ამერიკის ოქროს ხანა იწყება ახლა. დღეიდან ჩვენი ქვეყანა აყვავდება და მას კვლავ პატივსცემენ მთელ მსოფლიოში. დღეს ხელს მოვაწერ მნიშვნელოვან აღმასრულებელ ბრძანებებს. ამ ქმედებებით დავიწყებთ ამერიკის სრულ აღდგენას და საღი აზრის რევოლუციას. პირველ რიგში გამოვაცხადებ საგანგებო მდგომარეობას ჩვენს სამხრეთ საზღვარზე. ყველა უკანონო შემოსვლა დაუყოვნებლივ შეჩერდება და დავიწყებთ მილიონობით კრიმინალი უცხოელის დაბრუნებას იქ, საიდანაც მოვიდნენ. ჩვენ აღვადგენთ ჩემს პოლიტიკას დარჩი მექსიკაში. მე დავასრულებ დაიჭირე და გაათავისუფლე პრაქტიკას და გავგზავნი ჯარებს სამხრეთ საზღვარზე ჩვენს ქვეყანაში დამანგრეველი შემოჭრის შესაჩერებლად. დღეს ხელმოწერილი ბრძანებით ჩვენ ასევე გამოვაცხადებთ კარტელებს უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციებად. ჩემ მიერ თანამდებობის დაკავებამდე ერთი დღით ადრე მძევლები ახლო აღმოსავლეთიდან ბრუნდებიან სახლში თავიანთ ოჯახებთან. ამერიკა დაიბრუნებს თავის კუთვნილ ადგილს, როგორც უდიდესი, უძლიერესი და ყველაზე პატივსაცემიერი დედამიწაზე, რომელიც შთააგონებს მთელ მსოფლიოს. მოკლე დროშით ჩვენ შევცვლით მექსიკის ყურის სახელს ამერიკის ყურედ. ჩინეთი მართავს პანამის არხს და ჩვენის ჩინეთისთვის არ მიგვიცია. ჩვენის პანამას მივეცით. ჩვენ მას უკან ვიბრუნებთ. უპირველეს ყოვლისა, ჩემი გზავნილი ამერიკელებისადმი დღეს არის ის, რომ დროა კვლავ ვიმოქმედოთ სიმამაცით, ენერგიითა და ისტორიის უდიდესი ცივილიზაციის სიცოცხლის უნარიანობით. ამერიკის შეერთებული შტატების 47 პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციას კაპიტოლიუმის შენობაში ესწრებოდა სალომე ზურაბიშვილი. პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იქ წარმოდგენილი იყო ქართველი დიზაინერების სამოსით და საქართველოს წარმოადგენდა. მან სოციალურ ქსელზე რამდენჯერმე გავრცელა განცხადება და მათ შორის მადლობა გადაუხადა დონალდ ტრამპს და ზოგადად ამერიკელ ხალხს ქართველი ხალხის მხარდაჭერისთვის და ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი ჰქონდა ის, რომ მე ქართველი ხალხის სახელით ვესწრები აქ კაპიტოლიუმში თქვენს ინაუგურაციას და ამასთან ერთად ქართველი ხალხი ახლა ამერიკის შეერთებული შტატების მხარდასაჭერად მართავს საგანგებო მარშს და სალომე ზურაბიშვილი იქვე სვამს ასეთ კითხვას პრეზიდენტო ტრამპ ამერიკის რამდენი პარტნიორი ქვეყანა აკეთებს ამ ყველაფერს და ამით იყო სალომე ზურაბიშვილის მხრიდან ერთგვარად ხაზგასმა იმაზე რომ საქართველოს ერთადერთი არჩევანი ეს არის ცივილიზებული სამყარო და ეს არის ევროპა და რომ ქართველი ხალხი არ შეეგუება იმას რომ ქვეყანა რუსეთისკენ წავიდეს. მადლობელი ვარ იმ დიდი შესაძლებლობისთვის, რომ წარმოვადგინოს საქართველო და მისი მამაცი ხალხი პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციაზე. მადლობელი ვარ კონგრესმენ ჯო უილსონის, რომ ხელი შეუწყო ყველა მაღალი დონის კონტაქტს და მხარი დაუჭირა საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლას. სანამ თავისუფლების მოყვარული საქართველოს სახელით ინაუგურაციას ვესწრები. ქართველები ამერიკელი მეგობრების სოლიდარობის ნიშნად მარშს მართავენ. პრეზიდენტო ტრამპ, ამერიკის რამდენი პარტნიორი ქვეყანა აკეთებს იმავეს. და დონალდ ტრამპის ინაუგურაციას მეორე ვადით გაპრეზიდენტებას გამოხმაურნენ, რა თქმა უნდა, მსოფლიო ლიდერები, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე, ევროკომისარი, უმაღლესი ევროკომისარი კაია კალასი და ასევე უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და ყველას მხრიდან არის ერთი და ყველაზე მთავარი გზავნილი, რომ ყველა არის მზად იმისათვის, რომ აქტიურად დაიწყოს თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რომ დღეს ცივილიზებული სამყარო დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ უფრო აქტიური გახდება და უფრო გახდება თავდაცვის უნარიანი და ვოლოდიმირ ზელენსკის მთავარი გზავნილიც იყო ის, რომ ველით აქტიურ და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობას ჩვენ ერთად უფრო ძლიერები ვართ და შეგვიძლია უზრუნველყოთ უფრო მეტი უსაფრთხოება, სტაბილურობა და ეკონომიკური მზრდა მსოფლიოსა და ჩვენი ორი ქვეყნისთვის და ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ კაპიტოლიუმის შენობაში ასევე იმყოფებოდა დავით არახამია, ვოლოდიმირ ზელენსკის საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი იყო ჩასული იქ საგანგებოდ და მას ჰქონდა ოფიციალური შეხვედრებიც და დავით არახამია წარმოადგენდა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციას ვაშინგტონში დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე. უფრო ვცლად რა თქვეს მსოფლიო ლიდერებმა და რა მოლოდინი აქვთ დონალდ ტრამპის მეორედ გაპრეზიდენტების შემდეგ შეგიძლიათ მოისმინოთ ეს განცხადება. Vice President ვულოცავ პრეზიდენტ ტრამპს და ამერიკელ ხალხს შეერთებული შტატების 47 პრეზიდენტის ინაუგურაციას. დღეს ცვლილებების დღეა და ასევე ბევრი პრობლემის გადაჭრის იმედის დღე. მათ შორის გლობალური გამოწვევების. პრეზიდენტი ტრამპი ყოველთვის მტკიცია და მის მიერ გამოცხადებული მშვიდობის პოლიტიკა იძლევა შესაძლებლობას გააძლიეროს ამერიკის ლიდერობა და მიაღწიოს გრძელვადიან და სამართლიან მშვიდობას, რაც მთავარი პრიორიტეტია. ეს საუკუნე სწორედ ახლა ყალიბდება და
ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვირწმუნოთ, რათა უზრუნველყოთ, რომ ეს იყოს დიდი და წარმატებული საუკუნე დემოკრატიებისთვის და არა მათთვის, ვისაც ჩვენი მარცხი სურს. გისურვებთ წარმატებებს პრეზიდენტო ტრამპ. ველით აქტიურ და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობას. ჩვენ ერთად უფრო ძლიერები ვართ და შეგვიძლია უზრუნველყოთ უფრო მეტი უსაფრთხოება, სტაბილურობა და ეკონომიკური ზრდა მსოფლიოსა და ჩვენი ორი ქვეყნისთვის. საუკეთესო სურვილებით ვილოცავთ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ამერიკის შეერთებული შტატების 47 პრეზიდენტის თანამდებობას. ევროკავშირი მოუთმენლად ელოდება თქვენთან მჭიდრო თანამშრომლობას გლობალური გამოწვევების გადასაჭრელად. ერთად ჩვენ საზოგადოებებს შეუძლიათ მიაღწიონ უფრო დიდ კეთილდღეობას და გააძლიერონ საერთო უსაფრთხოება. ეს არის ტრანსატლანტიკური პარტნიორობის უწყვეტი ძალა. პრეზიდენტ ტრამპის თანამდებობაზე დაბრუნებასთან ერთად ჩვენ თავდაცვისა და წარმოების ხარჯებს მკვეთრად გავსდით. ერთად შევძლოთ მშვიდობას მივაღწიოთ სიძლიერის მეშვეობით, ნატოს მეშვეობით. ვილოცავთ დონალდ ტრამპს მეორე ვადის ინაუგურაციას. ტრანსატლანტიკურმა კავშირმა კეთილდღეობა და ძალა მოუტანა ატლანტის ოკეანის ორივე მხარეს. ერთად ჩვენ უფრო ძლიერად და უსაფრთხოდ ვუმკლავდებით გლობალურ გამოწვევებს. მოუთმენლად ველოდებით ჩვენი პარტნიორობის გაგრძელებას. დღეს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ადმინისტრაციას იკავებს. გილოცავთ, ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენი უახლოესი მოკავშირეა და ჩვენი პოლიტიკის მიზანი ყოველთვის კარგი ტრანსატლანტიკური ურთიერთობაა. ევროკავშირი 27 წევრით და 400 მილიონზე მეტი მოსახლეობით ძლიერი კავშირია. და უნდა ითქვას ის, რომ პირველი გადაწყვეტილებები დონალდ ტრამპის მხრიდან მიღებულია. ამასთან ერთად სენატმა უკვე დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირველი მაღალი თანამდებობის პირი დაამტკიცა. ეს არის სახელმწიფო მდივანი, ანუ საგარეო საქმეთა მინისტრი მარკო რობიო. სენატმა ერთხმად 99 ხმით დაამტკიცა. რაც შეეხება თვითონ ინაუგურაციას, ძალიან საინტერესო იყო. ბევრი მიმართულებით მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდა. რამდენიმე მიმართვა ჰქონდა დონალდ ტრამპს და ასევე ბოლოს იყო გალა ვახშამი, შეიძლება ითქვას, სადაც ძალიან შთამბეჭდავი იყო პირველი ლედი მელანია ტრამპი, რომელიც ამ ვახშამზე და ამ გალაზე გამოცხადდა პერპიერის კაბით. მელანიას ძალიან დიდი ხნის დიზაინერი არის პერპიერი. პირველი ინაუგურაციის დროსაც მისი კაბა აირჩია ამ საღამოსთვის და ახლაც სწორედ მისი კაბით იყო წარმოდგენილი და მსოფლიოს მოდის დიზაინერებში თუ მოდის მოყვარულების მიმართულებით ძალიან აქტიურად კეთდება ამ საკითხზე უკვე შეფასებები, რომ მელანია ტრამპი პირველი ლედი გუშინ იყო ძალიან მომხიბლელი ყველა იმ სამოსით, რომელიც წარმოდგენილი იყო მთელი დღის განმავლობაში ის ინაუგურაციის ცერემონიალზე.